ბიზნესის რეკეტი, წამება, არა ადამიანური მოპყრობა. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია უფლებების უხეში შელახვის ფაქტებს სწავლობს. ხდომაზე მიწვეულები არიან გურამ თირქია, თამას წულაია, დავით ქანთარია და ბესარიონ ხმინთელიანი. ნინო არღულიანი აშუქებს ხდომას და პირდაპირ ეთერში გვერდდება. დაახლოებით 9 საათია კომისიას გურამ თირქია უყვება თუ როგორ წაართვეს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების წარმომადგენლებმა 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ანაკლიაში ზღვის მიმდებარე. გურამ თირქია იხსენებს, რომ ჯერ გიგი უგულავა ითხოვდა მათგან $5 მილიონ, უფრო კონკრეტულად კი ის მის დიშვილს თხოვდა $5 მილიონ, რადგან მიწის ნაკვეთები სწორედ დიშვილის დახმარებით იყიდა. მას შემდეგ რაც უარი მიიღო ამ ფულის მიცემასთან დაკავშირებით მოგვიანებით ის ამბობს, რომ მასზე ზეწოლისთვის დააკავეს მისი შვილი და მეუღლე, უფრო მოგვიანებით კი როლანდ ახალაიამის პროკურატურის შენობაში დაიბარა და მიწების დათმობა მოსთხოვა. კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოუწოდო კომისიის სახელით კომისიასთან თანამშრომლობისკენ, ვინაიდან თანამშრომლობაზე უარი, როგორც ვიცით და ახლა უკვე ვნახეთ, ისჯება სისხლის სამართლის წესით. 2001 წელს შევიძინეს სამოსახლო მიწის ნაკვეთი 3000 კვადრატული მეტრი. ამაში მეხმარებოდა ჩემი დიშვილი ანზორიკი გალიშვილი. შენ მონადირე ხარო და ზღვისპირას აუცილებლად კარგ სახლსაც აგიშენებო. ხო და მეც ხანდისხან ჩამოვალო და ვინადიროთ. აი ეს სიტყვა იყო ჩვენ შორის. ეს არის სახლი ავაშენეთ ზღვისპირას მიმდებარე ტერიტორია იყო ახლოს, ყოფილი პიონერთა ბანაკი, კერძო საკუთრებაში, ეს იყო ბეჭვაიას სახელზე, ხო და იყიდებოდა მიწა ეს 41,000 კვადრატული მეტრი. ეს სამეგრელოში ხდება, ბატონო გურამ? ანაკლიაში. დიახ, ზღვისპირას, ხო და მეთქი იყიდება მეთქი ასე კარგი ტერიტორია მეთქი ჩემს დიშვილს უხარი და ასე ამეთქი. ვინც ყიდისო, აი ეს კაცი შემახვედრო და უნდა დაუკავშირდეო. თვითონ დაუკავშირდნენ ერთმანეთს. მირეკავს ცოტა ხნის მერე ეს არის უკვე 2003 წელი. ხო და მირეკავს უკვე ჩვენი არიო მიწებიო. აბა კარგად მოუარეო. სამეგრელოში გუბერნატორი გიგი უგულავა იყო. ეს სადღაც 2004-2005 წელი. გიგი უგულავამ ვიცნობდი, მე ვიყავი მონადირეთა კავშირის უფროსი, ის გუბერნატორი. ხო და ხანდისხან დადიოდა სათევზაო და ორჯერ მაგ შენახვედრი ელექტროდენით რო იჭერდა თევზს. მეუბნება ხალხი ანაკლიაში, ბატონო გურამიო, ჩვენ დაგვაგიდებინეთო ეს აპარატი და დენი და გუბერნატორი როზისო და რო იჭერსო თევზს აპარატით, ეს დასაშვები არისო. 2005 წელს მიბარეს სამსახურში მიბარეს. გამარჯობა, გაგიმარჯოს. ეს დაავიწყდა ეს ბრაკონიერობა. ხო და მიბარებს სამსახურში და მეუბნება მე ვიციო შენი დიშვილი ვინ არისო. ვიცნობო შორიდა. ხო და უთხარიო რომ ახალი მთავრობაში ახალი ვარსო მოსულები და დაგვეხმაროსო რითი მეთქი $5 მილიონი $100. ამ თანხითო თქვენ საკუთარ მიწაზეო ერთ სასტუმროსაც აგიშენებთ. უთხარი ჩემს დიშვილს ასე გუბერნატორი რეკავს მეთქი მომეციო და ადგა სუფრი და ავდექი მეს და გავყები გვერდით. ხო და ეუბნება გამარჯობა, გაგიმარჯოს.
მესმოდა ყველაფერი. ხო იციო თავრობაში ახალი ის არისო, რაღაცა გჭირდებაო, შენს ბიზნესო, ერთ სასტუმროსაც აუშენებოდა 5 მილიონი დოლარი მჭირდება. რაღაცა ფერი შეეცვალა უცბად, რა უჭირსო, საქართველოს მითხარიო და რისთვის ვაგზავნიო. ხო უნდა ვიცოდეო. მითხარითო კონკრეტულად რისთვის გინდათო ეს თანხა. შენ ბიზნესო სასტუმროს აუშენებო ერთ. ნუ წუხდებითო. ჩემი ბიზნეს სასტუმროთ ნუ წუხდებითო. ამასო მე ავაშენებოდა. უარი რომ მიიღო ანზორისგან დაემუქრა ღიად. ყველაფერს წავართმევთო თქვენს ბიზნესს. შესვლისას მითხრა იციო სადა ხარო? ვიცი მეთქი. პროკურატურაში ვარ მეთქი. არა როლანდის ახალაიას რეზიდენციაში ხარო. თვითონ როლანდი მგითხა? არა. ვიღაცა იყო ჩემთვის. ვინც დაგხვდათ? ხო, აი ეს 5 კაცი მხეცივით. რამდენიმე საგამოძიებო კომისია დღეს ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მიერ დაზარალებულ კიდევ რამდენიმე პირს მოусმეს. თეატრო ლუკიანმა კი კომისიის თავმჯდომარემ როგორც მაყურებელმა მოისმინა მიმართა მოქალაქეებს ნუ იტყვიან უარს საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე, რადგან უარი კანონით დასჯადია. ამ წუთებში კი როგორც უკვე გიამბეთ, საგამოძიებო კომისია გურამ თირქიას უსმენს, ადამიანს, რომელსაც მიწის ნაკვეთი ანაკლიაში ნაციონალურმა მოძრაობამ იძულებით დაათმობინა.